მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, დარწმუნებული ვარ ისიც მიესალმება თქვენს გამარჯვებას და წინადადებებს. მოგესალმებით. გამარჯვებათ. იცით რა არის, მე ვუყურებ ხა ამ გადაცემას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ რიტას, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ორგანიზაცია და იცით რა მაინტერესებს, წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა პირველ რიგში და მაინტერესებს რაც შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვი, ანუ რო ვიცოდეთ და რომელი ასაკიდან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დავიწყეთ საუბარი საზოგადოების ინფორმირებულობაზე. და რამდენად აწვდით ინფორმაციას, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით, ინტერნეტის საშუალებით თუ არის დაუშვათ სატელევიზიო რეკლამა და ასე. მოგახსენებთ, სატელევიზიო რეკლამა ჩვენ არა გვაქვს, ასე ვთქვათ, ვავრცელებთ სოციალურ ქსელში, ჯობშიზე ჩვენი განაცხადები ILCML-ის ჩვენი ორგანიზაციის სახით ახლაც დევს, არის განთავსებული, ასევე ვაკეთებთ პრეზენტაციებს იმ სკოლებში და იმ უნივერსიტეტებში, რომელთა მოსწავლეები და სტუდენტები ჩვენ უკვე გვყავს, მაგალითად მაგდა და გიორგი დააშავეს, იმიტომ რომ შეიძლება იქაც იყოს, ასე ვთქვათ, უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომელიც არის თქვენი პოტენციური მონაწილე. შეძლების და გვარად ჩვენ ვატარებთ პრეზენტაციებს, მაგრამ მთელ რეგიონს ვერ მოვიცავთ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ორგანიზება, დიდი ჯგუფი ჭირდება, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლა და ყველა უნივერსიტეტი იყოს მოცული, მაგრამ თქვენი დახმარებით და სხვა ტელევიზიების დახმარებით და სოციალური ქსელით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი პროექტების შესახებ. ქალბატონს განუმარტოთ კიდევ ერთხელ, სადაც შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვი ეს როგორც ჩვენი ოფისის მისამართი ალბათ, ხო? ჩვენი ოფისი მდებარეობს გალაქტიონ ტაპიცის ქუჩაზე, 3-5, მე-6 სადარბაზო, მე-3 სართული. 12 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენი მომდევნო პროექტი არის სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტები, ძალიან საინტერესო კონფერენცია ტარდება მაისის თვეში, ეს არის კონფერენცია ევროპულ დემოკრატიაზე, ასე რომ თემა არის ძალიან რაიმე კონკრეტულ თემას გაძლევენ ხოლმე თუ ზოგადად მოთხოვნა თემა მოიცემა, რომელსაც შემდეგ უკვე დავყოფთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით. თემა ხო, თემას როგორც ცხადდება, როგორც ევროსაბჭო აცხადებს და როგორც ასე ვთქვათ, გაერო აცხადებს, იმის მიხედვით ვხემძღვანელობთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ვგულისხმობ ჩვენ არასამთავრობოს ეს კონკრეტული 3 თემა იყო წარმოდგენილი თუ ვითხრეს რომ არა, 8 თემა იყო, 8 მიმართულება და ამ 8 მიმართულებიდან ავარჩიეთ 3 მიმართულება მივეცით ჩვენს დელეგატებს და უკვე გავრცობა თემის მოხდა უშუალო ჯგუფის წევრების მიერ. თუ მიდიან ეს ბავშვები სტრასბურგში და საინტერესოა რამდენად გავს იდენტურია თუ არა პრეზენტაციები თუ რადიკალურად განსხვავება არსებობს მათ შორის და ყველაზე დიდ სირთულეს სადაწყდებით ხოლმე. ჩვენ გვყავდა ამ პროექტში, გაეროს პროექტში მე ვუპასუხებ, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა აპირებენ თუ არა სტრასბურგში მონაწილეობის მიღებას. გვყავდა, მქონდა უბრალოდ ოქტომბრის თვეში სტრასბურგის პროექტი და იქ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს დავესწარით და ერთ-ერთი ღონისძიება იყო, ლექცია ჩაგვიტარდა ევროსასამართლოს სხვათა შორის ქართველმა იურისტმა წარმომადგენელმა იქ და დეტალურად გაგვაცნო თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა და შესაბამისად ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს ჩვენმა დელეგატებმა და ასევე ჩავატარეთ აფხაზეთის 12-დან 17 წლამდე ბავშვების ნახატების გამოფენა, რომელიც იყო თემაზე ხელოვნება მშვიდობისათვის. მათ შორის აფხაზეთიდან გადმოვიყვანეთ აფხაზი ბავშვი და ისიც ჩვენთან ერთად ჯგუფში ღებულობდა მონაწილეობას და დაესწროთ მის გამოფენას ქალაქ სტრასბურგში. ასე რომ ამ მხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. შედეგი რა მოყვა ამას ყველაფერს, მონაწილეობა ძალიან კარგია. რეზონანსი, ხო. რეზონანსი მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და რომ ქართველი და აფხაზი ბავშვები, ესე ვთქვათ, მომავალი თაობა აპირებს რომ ერთად შექმნან მათი მომავალი. ეს არის ძირითადი, ეს იყო ძირითადი მესიჯი, ესე ვთქვათ, რაც ამ პროექტის შედეგად მივაწოდეთ
ქართულ და აფხაზ საზოგადოებას. მაგდა და გიორგი, თქვენ ხართ ორი ადამიანი, რომლებიც ესე ინტერნეტში შედიხართ, ძალიან სასარგებლო ამბებს ნახულობთ და შემდეგ იღებთ მონაწილეობას. მოდით თქვენს თანატოლებს, თქვენზე კიდევ პატარებს ურჩიეთ, რომელ საიტებს უნდა მიაკითხონ იმისათვის, რომ იყვნენ ინფორმირებულები და ყოველთვის ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ შემდეგ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გაიჩნდნენ ესე როგორც თქვენ შემთხვევაში. მინდა რეკომენდაცია გაუწიო იმ ადამიანებს, რომლებიც Facebook-თ აქტიურად სარგებლობენ, რომ გაწევრიანდნენ ჯგუფში, რომელიც არის Be-Active, იქაც აქტიურად იდება ეს ინფორმაცია, ასე. შეიძლება გამოკვეთილად თქვათ ის Be-Active, რომელიც არის ჯგუფი, სადაც საქართველოს ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს და იდება ინფორმაცია სხვადასხვა ღონისძიებების თუ აქტივობების შესახებ. ასევე მინდა ვთქვა, რომ Youth for Democracy-ს like page-ი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ასევე ნახოთ ინფორმაცია, რომელსაც გეგმავს მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცებისთვის და აქ იდება ხოლმე ხშირად ინფორმაცია, რომელსაც ანხორციელებს კონკრეტულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საინტერესოა და მნიშვნელოვანია როგორც პიროვნების განვითარების, ასევე მისი კარიერული წინსვლისთვის და თუ ეს აქტიურად უნდა დახარჯონ ინტერნეტში თავისუფალი დრო, რომ მიიღონ შესაბამისად ინფორმაცია და ასევე კიდევ არსებობს კიდევ სხვა საიტები და ვებგვერდები, რომლებზეც Be-Active-ში გაწევრიანების შემდეგ და ასევე ამ page-ის დალაიქების შემდეგ მიიღებენ ინფორმაციას. შეიძლება ძალიან ბევრ თქვენს, ასე ვთქვათ, თანატოლს გქონდეს სხვადასხვა თემაზე დამუშავებული და პროექტი. თუ არსებობს ეს თავისუფალი ზონა რომ შევიდეს, უბრალოდ და შემოგთავაზონ. თუნდაც თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციას, ასეთი ადამიანები დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იქნება. ინდივიდუალურად გულისხმობთ, ხო? არა, ჩვენ არ ვსულტავთ ინდივიდუალურადაც შეუძლია თუ ის მოხდება ჩვენი დელეგატების სიაში წარადგინოს ეს პროექტი. ჩვენ არ ვართ სარეზოლუციო პროექტების წარდგენაში შეზღუდულები ვართ უკვე გამარჯვების მომენტი რო დგება ერთი პროექტი. თვითონ თქვენი ორგანიზაცია თუ გეგმავს რაიმეს ესეთ მასშტაბურ პროექტს თვითონ საქართველოში. მასშტაბურ პროექტს რას გულისხმობთ? რომ გამოავლინოთ თუნდაც ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა. ჩვენ მასშტაბურ პროექტს მე ვიტყოდი, რომ გეგმავთ წინა სარეზოლუციო პროექტის მოგებულ თემატიკაზე, ეს არის პროფესიული გადამზადება და დასაქმების ცენტრი, რომელიც ჯერ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ხოლო შემდგომ რეგიონებს მოვიცავთ, იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ აპრობირებული პროექტი. 2010 წელს ჩატარდა მსგავსი, ის იყო ორდღიანი ღონისძიება და ძალიან კარგი შედეგები მოყვა ამ ღონისძიების შედეგად კარგი შედეგები დაიდო. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ იყო რეზონანსული და იყო გამოხმაურება მაქსიმალური დევნილების მხრიდან, რომ მათ სურთ გადამზადების კურსები მიიღონ ამა თუ იმ პროფესიაში და შემდგომ ხელი შეეწყოთ მათ, რომ მივიდნენ დამსაქმებლებთან და დასაქმდნენ. შესაბამისად განვახორციელებთ ამ პროექტს. ეს იქნება, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი მასშტაბური და რეზონანსული პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია განახორციელებს. ძალიან კარგი წარმატებები. მაყურებელი გველოდება, როგორც გვატყობინებენ. მოგესალმებით, ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა. ვარ ეთერში. ეთერში ბრძანდებით, გისმენთ? დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ესეთი საინტერესო სტუმრები რო ყავთ დღეს, ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან საინტერესო თემაა. მადლობა. ხომ არა ქალბატონო, კითხვა და თქვენი აზრი, მოსაზრება დააფიქსირეთ თუ გვისმენთ მთელი გადაცემის განმავლობაში. ძალიან მომეწონა საერთოდ ეს თემა და ვისურვებდი, რომ თქვენ გადაცემაში ყოველთვის ესეთი საინტერესო სტუმრები გყოლოდათ. დიდი მადლობა და ესეთი ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვები. თქვენ თუ ყავთ ქალბატონო სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი სახლში? დიახ, მყავს. და დაინტერესდით დაუშვათ გნებავთ რომ თქვენი შვილი თუ შვილიშვილი არ ვიცი ამ შემთხვევაში როგორ არის ჩაერთოს მსგავს პროექტში. დიახ, ძალიან საინტერესო იყო. დიახ. მადლობთ. მე ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ზურავ, ვისაც ბავშვი ყავს სახლში და მიჯაჭულია კომპიუტერს.
რომ უბრალოდ შეაპარო ფსიქოლოგიურად იმუშავებაზე და უნდოდეს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვის არ უნდა წასვლა და უთხრა რომ მოდი გუნდთან ერთად იმუშავე, მაგრამ ამას მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი მიწოდება სჭირდება და ძალიან დიდი შრომის ჩადება რა. სხვათა შორის ლელა ის კომპიუტერის ფლობის უნარები არის ძალიან გამსაზღვრელი ამ პროექტის განთავსების პროცესში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი დოკუმენტაციის ატვირთვა, ეტაპების გავლა, რეგისტრაცია, ეს ყველაფერი არის ხდება ონლაინ. ასე რომ პირიქით ეს უნარები მათ გამოადგებათ რომ ჩვენს პროექტში წარმატებულად მიიღონ მონაწილეობა. საინტერესოა თქვენ თუ გყავდათ ადამიანები, რომლებმაც გიბიძგეს რომ ასეთ საქმისთვის მოგეკიდებინათ ხელი თუ თქვენი სურვილით აბსოლუტურად. ან თქვენ თუ უბიძგეთ ვინმეს თანატოლს. მე მინდა ვთქვა რომ მე საკმაოდ დიდი ხანია ვარ მოხალისე და მოხალისებრად მიმუშავე სხვადასხვა პროექტებში. სწორედ ჩემი ბიძგი პირველად იყო ეს, მაგრამ შემდეგ დაინტერესებული ვიყავდი, რადგან ჩემი ინტერესის სფერო იყო რომ მონაწილეობა მიმიღო ესეთ საერთაშორისო პროექტებში. მე თვითონ ვეძებდი ესეთ ვაკანსიებს, სადაც შეიძლებოდა რომ მონაწილეობა მიმიღო და მართლაც გამოჩნდა. ამის დიდი მადლობა მინდა გადაუხადა მრავალროვან საქართველოს დემოკრატიული ღირებულების გამტკიცებისთვის. ამ ორგანიზაციას თითოეულ ახალგაზრდას ჩვენ დელეგატებს მოგცა საშუალება რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ პროექტში და მართლაც რომ ძალიან საინტერესო იყო ბიძგი შემიძლია ვთქვა რომ мотиваცია გაუზარდეთ იმ ახალგაზრდებს რომლებიც არ იყვნენ ასე თუ ისე мотивირებული და არ ქონდათ საერთოდ წარმოდგენა ამ პროექტის შესახებ. ფიქრობ რომ და ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად არიან ხოლმე. დიახ, ხშირ შემთხვევაში ესე ხდება რომ ალბათ არ მიმიღებენ, ალბათ არ. ხო, რაღაცა ისე არარეალური და მისტიური გონიათ ხშირ შემთხვევაში მსგავსი პროექტები. ზურა გეთანხმები, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ თუნდაც ახლა მიკერძებაში არ ჩამithვალოთ და კარგად ფლობს ჩემი კომპიუტერს 16 წლის არის, არაჩვეულებრივად იცის ინგლისური ენა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა ამ თუ პროექტში. მაგრამ მითხრა რომ იქ იყო ისეთი კითხვარები, რომელიც პასუხები ჩამოთვლილთაგან ყველა შეიძლება ყოფილიყო სწორი. ამიტომ იქაც არის რაღაცა კოდი ჩადებულიო და არ მიიღო მონაწილეობა შემდეგში, იმიტომ რომ სამივე პასუხი რო შემომეხაზა, სამივეზე შემომედავებოდნენ რომ სამივე არის სწორი. ამიტომ მე ზუსტად ვიცი რომ იქ ვერ მოვხვდები. აი ეს ნიჰილიზმი როგორ შეიძლება იყოს, საერთოდ ვთქვათ. ეს ჩვენ ახლა მსგავსი ტესტირება ჩვენ არა გვაქვს. მე ახლა თქვენ რასაც ახსენებთ მსგავსი ტიპის ტესტებს თვითონ ამერიკული ორგანიზაციები ატარებენ ხოლმე და ეს არის უფრო ფსიქოლოგიური მომენტი და იქ ხდება მერე შერჩევა ამ ფსიქოლოგიური. მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში კვლავ აქტიურობენ და მოგესალმებით ეთერში ხართ. ძალიან მოხიბლული ვარ თქვენი გადაცემით, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, აქ აი ბავშვთან მიმართებაში ძალიან ბევრი შეკითხვები დამიგროვდა და რანაირად შეიძლება ყველაფერს ალბათ ტელევიზორში ვერ ვიტყოდით, მაგრამ მისამართი ვერ დავიწერო ტაბიძის. გალაქტიონ ტაბიძის 3 წილადი 5. თქვენ ყველაზე წილადი 5. რა შეეცით საქმე? ბავშვი არის ამერიკის მოქალაქე არის, მერვე კლასელი. ინგლისური კარგად იცის, მაგრამ როგორც თქვენ განაცხადეთ მან რომ აი უნდა იყოს ლიდერის ეს შეიძლება ყველას არ ქონდეს ამ ეტაპზე ლიდერის და არც ლიდერის სურვილი არ ქონდეს, მაგრამ მიიღოს ის სწავლა განათლება, რასაც დრაზედაც თქვენ საუბრობთ, ეს ხომ შეიძლება მოხერხდეს და ეს რანაირად შეიძლება. კითხვა თუ გაქვთ ქალბატონო, ჩვენ აუცილებლად ჩავინიშნავთ. ძალიან მოკლედ გითხარით, კონკრეტულად რა გაიგებს. აი გაკვეთილების შემდეგ რამდენი დღე შეიძლება, სად შეიძლება რომ ეს გაკვეთილები იქნება თუ ლექციები მოისმინოს ბავშვმა და იქ ინფორმაცია და რაღაცა სწავლა განათლება მიიღოს დამატებით. მადლობთ არისთვის. მაგდა გაგცემთ პასუხს. კი ბატონო, პირველ რიგში სადაც შეუძლია რომ მერვე დაიწყება ეს. ეს პროექტი დაიწყება სექტემბრიდან, უკვე რეალურად სექტემბრიდან დაიწყება ამ პროექტის გავხსნით რომ ეს არ არის ყველასთვის. ეს არ არის ყველასთვის. მე მინდა ვთქვა რომ ამ პროექტის სათაურშივე ჩანს რომ ნიშნავს თანასწორი განათლება, დაწყებითი განათლება, ანუ ეს ეხება დაწყებით განათლებას და არა მერვე მეცხრე კლასელ ადამიანებს და მოსწავლეებს. მას რომ ჩამოუყალიბდეს პიროვნული უნარჩვევები და ლიდერული უნარჩვევები, ამის საჭიროა გამოცდილება და შემიძლია ვთქვა რომ ეწვიოს
საბიძის 3-5 ნომერს, სადაც ქალბატონი რიტა და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ ბავშვებთან, გაუწევენ რეკომენდაციას და მიიღონ მონაწილეობა, იქნებ მას ამბობს მართლაც აღმოაჩნდეს ის უნარჩვევები, რომლებიც ლიდერს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ. შენ აშკარად გეტყობა ლიდერის თვისებები, მაგრამ რაზეც გიორგზე ვერ ვიტყვი, ის აბსოლუტურად ხვდები, როგორი განათლებული ადამიანიც არის, მაგრამ ცოტა ისეთია მორცხვე, ესეთია რეალობაში. ეს ძალიან საინტერესოა, როდესაც ვსაუბრობთ ლიდერის თვისებებზე, კონკრეტულად რაზეა საუბარი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, მაგდას შემთხვევაში როგორც ვთქვა, მართლა შეიძლება რომ ეს საპრეზენტაციო რაღაც ენაწყლიანია და კარგად ფლამდილად. თუმცა გიორგიც ძალიან კარგად ართმევდა თავს პრეზენტაციებს. მაგდა ახლა ესე ვთქვი, რომ სტაჟიანი სამოქალაქო კლუბის წევრია და მას არაერთი პროექტი განუხორციელებია და არის აქტიურად სამოქალაქო ამ აქტივობებში ჩართული, ხოლო გიორგი კიდევ მოვიდა ნულოვანი სამოქალაქო აქტივობის, ესე ვთქვათ, გამოცდილებით, მაგრამ ჩვენ არ შევზღუდეთ გიორგი და მივიღეთ პროექტში, თუმცა მან მისი მაქსიმუმი გააკეთა პრეზენტაციის დროს და შესაბამისად გაამართლა და შესაბამისად გადავიდა ფინალში ეს პროექტი. ასე რომ აღმოვაჩინეთ გიორგი ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. და აქვე ქალბატონს მანამ დასოდვილ შეკითხოს უპასუხებ, გამოგრჩა ალბათ 8 მერვე კლასელი, ხო, მერვე კლასელს ამ პროექტში ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის დაწყებითი განათლების მხოლოდ, ხოლო ჩვენთან 12 წლიდან შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ბოლოს აუცილებლად უნდა ჩაერთოს უკვე გამარჯვებული გარანტიის პროექტში განათლების სამინისტრო, რა კუთხით, როდის და რა უფლებამოვალეობები ექნება მას და ასევე როგორი სახით იქნება გაკონტროლება ამ ყველაფრის უკვე გაერო შტაბინიდან. ხო, თანამშრომლობებზე მაგდა ისაუბრებს და რაც შეეხება კონტროლს ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. კი, რაც შეეხება თანამშრომლებს და პარტნიორებს, მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო ქალბატონი რიტა პროკოპონკას ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც ის არის ამ ადამიანის წვლილი და ჯგუფის წვლილი ზოგადად ამ ყველაფერში, ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უშუალო პარტნიორი არის სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ასევე განათლების სამინისტრო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამა არის დამოუკიდებელი განათლების და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლობთ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და მათგან მივიღებთ რეკომენდაციებს და ასევე სხვადასხვა სახის რჩევებსაც. ჩვენ გვეყოლება ის როგორც პარტნიორი, რადგან მისგან დაგვჭირდება საგანმანათლებლო წიგნები და სხვა სახის დახმარება და ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ დახმარების ფონზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეიძლება ჩვენს პარტნიორად და თუ რა თქმა უნდა მათაც ექნება სურვილი გახდნენ ჩვენი პარტნიორები. კონტროლს რაც შეეხება დაუბრუნებლად პროექტის შედეგების დადებას, ეს იქნება პროექტის დასასრულს 6 თვის შემდეგ, როცა პროექტი განხორციელებას დაასრულებს. სხვათა შორის მონიტორინგი ძალიან მოკლედ ვიტყვი, მონიტორინგი განხორციელდება ამერიკიდან უშუალოდ დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ. ასე რომ აქ ნაკლებად ჩავერთვებით საქართველოს დონეზე, ამერიკის დონეზე მოხდება პროექტის მონიტორინგი. ძალიან მოკლედ